არალეგალურად ცხოვრები ქართველი მიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მათ მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტებს სპეციალური ანკეტები შეავსებინეს და ის პროგრამები გააცნეს, რომლებსაც მთავრობა მიგრანტთა დასახმარებლად ახორციელებს. კერძოდ, დევნილთა სამინისტრო მიგრანტებს დროებითი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, სამედიცინო დახმარებას, დასაქმებას, პროფესიულ გადამზადებაში ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის წარმოებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენას და მიკრობიზნეს კრედიტებს თავაზობს. წელიწად ნახევარი ვიყავი ბელგიაში არალეგალად მუშაობდი მშენებლობაზე. როდესაც გამომადებოდეს საქართველოში, აეროპორტში გავიგე რომ ყოფილა სამინისტრო და რომელიც ეხმარება იქიდან რეაბილიტებულ ხალხს. მოახდინეთ ანკეტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და ველოდებით რომ IOM-ის ბაზაზე და ჩვენი ჩართულობით მოახდინოთ მათი დახმარება, შეიძლება იყოს კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარება, თუ მათ გააჩნიათ ბიზნეს პროექტები, ამ ბიზნეს პროექტების დაფინანსება, თუ ასევე აქვს სამედიცინო კუთხით პრობლემები, მიმართულებით დახმარება.